კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მინისტრი მამუკამ დინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მედია საშუალებების მხრიდან წახალისებულ სიძულვილის ენის მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. მამუკამ დინარაძის განმარტებით ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამოყენების აღმოფხვის აუცილებლობა დადგა, ოპოზიციის და მათთან აფილირებული მედია საშუალებების ქმედებები იყო, როდესაც ისინი წლების განმავლობაში საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად აკანონებდნენ, რის შედეგადაც საზოგადოებაში პოლარიზაცია გაიზარდა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ისინი გარედან მიღებული კონკრეტული დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. დღეს კი პროპაგანდისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტული სამსამართლოს წინააღმდეგ იერიშს ახორციელებენ, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით შესაბამისი სამმართველო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტები აღმოიფხვრას. მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას, სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედია საშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია. თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩნდება. ჩვენთვის ეს სიახლე არ არის. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად. სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა იმის მიუხედავად, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები და ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმისი განცდა, რომ შესაძლოა მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე. სახელმწიფოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და მონიტორინგი რეალურ დროში. კორუფციასთან ბრძოლის ახალი მიდგომა გულისხმობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ტენდერებისა და შესყიდვების რეალურ დროში მონიტორინგის დანერგვას, რაც ფასების მიდგომებისა და სატენდერო პირობების წინასწარ შემოწმებას ითვალისწინებს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკამ დინარაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი პოლიტიკური ნება კორუფციის ფაქტების პრევენცია და მათი პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანაა, რათა საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა გახდეს. აუდიტის სამსახურს და სამართალდამცავ უწყებებს მიეცათ რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული. ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, რაც ნიშნავს რას? მაგალითად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ რაღაც ღონისძიებაზე, ტენდერზე, შესყიდვაზე, სახელმწიფო შესყიდვაზე, არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ
გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები. ეხლა რას ნიშნავს კორუფციის ნიშნების გამორიცხვა? კორუფციის აღმოფხვრა აბსოლუტური სოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, რომ ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაში. კორუფციის არ ქონა პირობითად შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ასევე ვერც საქართველოს სამწუხაროდ ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანია რაც მეტი წელი დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გქონდეს. ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ სოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიმუშაოთ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვიყოთ სოფლიოში კორუფციის მაღალი დონით, ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც და ამ მიმართებითაც. გიგავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააგავეს. საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილია კონკრეტული პირის ბრალეულობა, რომელმაც იცოდა დანაშაულის შესახებ, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებს დაელოდონ ოფიციალურ შედეგებს. ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმეს დაზარალებას. როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც. დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. და ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ ხოლმე მოვლენებს, აბსოლუტურად მესმის და საყვედურის მაგვარსაც კი ვერაფერს ვეთქვით ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს, მაგრამ მათ ყავთ ხოლმე ადვოკატები, რომლებსაც შეუძლიათ ურჩიონ, რომ რაღაცნაირად დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ვიცე-პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება გახარიას თანაპარტიელებმა მოახდინეს, რისი დავალებაც მათ ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონით მიიღეს. კარგი სანახავი არასდროს არის ჩხუბი. ეს არ არსებობს ნორმალური ადამიანის საღიგონების და ჯანმრთელი მენტალიტეტის, რომელსაც სიამოვნებს ჩხუბის ყურება. პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი თუ გაგიგიათ ერთი შემთხვევა. დაინერგა, ასე ვთქვათ, სოფლიოში პრაქტიკა, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბებზე არასდროს გამოძიება არ იწყება ხოლმე და თუ იწყება არასდროს პასუხისგებაში არავინ მიეცემა. მე უმცირესობის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ამ მიდგომითვე პასუხობენ და ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? საერთოდ არ მინდოდა ხან ფაქტის გახსენება, მაგრამ გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცების სამქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ, ხო? გავიდა გამოსვლელი გვარი დამოწდა შარაშიძე სპეციალურად დავალება მანამდე ნახეთ კადრები გავიდა და იღებს დავალება პროვოკაცია უნდა მოეხდინა წამოეკიდებინა ვინმე შემოვიდა დაიწყო ისაუბარი შეურაცხყოფელი პრემიერის მიმართ რაც დაიწყო ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავა დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პირველი მან მოიქნია დასარტყმელათხელი პირველი მან შეიგინა მიიღო პასუხი სამწუხარო გასაგებია არავის არ მოგწონს ეს არც მისი ხელი მოკნეული მოგწონს და არც სხვისი მოკნეული ხელი განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვლენების შესრულების დროს. ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ. აი ესე რომ მოგეპარება ვიღაცა ვირთხულად და ხელს დაგარტყავს, როცა შენ სამსახურებრივ მოვლენებას ასრულებ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია. მივიჩნიე რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც იყო აშკარად გამოკვეთილი
და სახეზე ამ შემთხვევაში არც მიფიქრია ერთი წამით რომ შესულიყავი პროკურატურაში განცხადებით თორემ ყველა დაიჯერებს რომ ამის რეალიზაციის მეტი საშუალება იქნებოდა ხალხის განმოსახედიდან როგორც მინიმუმ ხო და ახლა როდესაც თვითონ დაიწყეს პროვოკაცია თვითონ დაიწყეს სიტყვის შევაწყობა თვითონ მოიქნეს პირველი ხელი და ამაზე რეაქციაზე საჩივრებს წერენ თან სამსახურებრივ დედის გენებაზე მოქნეულ ხელს და ხელის მოქნევაზე საპასუხო რეაქციაზე საჩივარს წერენ რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო მაშინ თქვას რომ ფარულავა მაგალითად რომ ხელის ქნება ხელის დარტყმა და დედის გინება არის მისი სამსახურებრივი მოვალეობა როგორც ჩანს გახარიასგან ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლის თავს ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი შესაძლებლობებით გამორჩეული არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 18 უმაღლესი თანამდებობის პირის განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ადასტურებს უწყების სტრატეგიულ მნიშვნელობას და სიმძლავრეს. დაარსების 32 წლის თავს ულოცავს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტატყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას. ბოლო პერიოდში სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურის და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების იგივე დაშიფრის მქონე მოდულით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარდენ მაჭავარიანს პასუხობს და მას დებატების ირგვლივ ყალბი დღის წესრიგის შექმნაში ამხელს. ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრთან დებატებზე ტელეკომპანია იმედის ეთერს გაექცა, მოგვიანებით კი ვერც რეგიონულ შეხვედრებზე მისვლა გაბედა. ლიპარტელიანი მაჭავარიანს მოუწოდებს თავი შეიკავოს იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფისგან, რომლებიც რეგიონულ შეხვედრებს ესწრებოდნენ. როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, გასული 3 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 კონფერენცია გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე პირებს დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს პატარა ნაციონალი უპასუხოდ დაუტოვა. პირველ რიგში მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუაყენებს, ჩვენს შეხვედრებს გულანთებული პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული. დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრე არა და ამ დროს ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია იმედზე დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო აბსურდული სანქციების მიზეზით ახსნა. ამის პარალელურად გასული 3 თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. თუ ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულ მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის
იმისთვის მისი რთულია ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ. ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება. სიზულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციულ საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. სიზულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თამარ ჩერგოლეიშვილის საქმე განიხილა. მან შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს. მოსამართლემ ჩერგოლეიშვილი კანონდამრღვევად ცნო და მას 2500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ განმარტა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილი შეურაცხყოფის ფაქტზე დაჯარიმდა. მას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე 5000 ლარი ჰქონდა შეფარდებული. თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სასამართლომ დღეს განიხილა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ოქმი და მტკიცებულებები, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოვიპოვეთ. დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე გიორგი შოშიაშვილის ადმინისტრაციული საქმეც განიხილა. გიორგი შოშიაშვილი თია წოლუკიანის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და მას 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. წინ არ ვიაროთ, კადრებს გადავიღოთ რა. ბატონი გიორგის მიერ განხორციელებულია იმგვარი ქმედება, რაც შეურაცხმყოფელი ფორმისაა და მისი მიზანი სწორედ შეურაცხყოფის მიყენება იყო, რა თქმა უნდა, დედისგინება საჯარო სივრცეში ეს ვერ ჩაითვლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. გიორგი შოშიაშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-16 პრიმა მუხლის საფუძველზე, ვინაიდან და რადგანაც მან საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ თეა წულუკიანს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს მიერ, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალები განშადობის წესების დაცვით გადმოიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მუდისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესა, ხოლო ქვეყნის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ მყარ დონეზე დაადასტურა. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სოფლიო გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალ გამძლეობას, ხოლო სახელმწიფო ფინანსები გონივრულად იმართება. სააგენტომ განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ის, ხოლო 2007 წლისთვის 5.5%-ის ფარგლებში გაიზრდება. განახლებული პროგნოზებით ასევე მოსალოდნელია ქვეყნის საგარეო ვალის მკვეთრად შემცირებაც. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად მოხმარება, ინვესტიციები და ტურიზმის ახალდება, თუმცა მუდისის ანგარიში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ეგრეთ წოდებული შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკური პოტენციალის გაზრდას. პრემიერ-მინისტრი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული კავშირების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და პარლამენტთა შორისი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში, რეგიონული დაკავშირებადობისა და დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საერთო მისწრაფებებზე მოსაზრებების გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე მსჯელობისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ შეხვდა მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები. აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთ მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ განხილვები აგრეთვე გაგრძელდეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. აფრიმ გაშიმს შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მიიწვია. პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ შეხვდა. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა. აღნიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმოს სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმულ პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაისვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად. გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ რეჟისორ გოგა ხაინდრავა სამოქალაქო დავა განიხილა. ხაინდრავა ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც გავრცელდა სიცრუე თითქოს კინორეჟისორი საქართველოში 200,000 უცხოელის შემოყვანაში მონაწილეობდა, რის სანაცვლოდ თითქოს 4 მილიონი დოლარი მიიღო. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამება და საქმე არა სამოქალაქო დავას არამედ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. განაჩენი იქნება 14 ივლისს. ეს საქმე გასცდა სამოქალაქო დავას. ცილისწამება არის ძალიან დიდი მასშტაბის. საქმეში არის ნახსენები პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომელი, სასაზღვრო დაცვის პოლიციის თანამშრომლები და ყველანი არიან დადანაშაულებული სახელმწიფო დანაშაულში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე გაგრძელდება ძიებაში აუცილებლად, იმიტომ რომ უნდა დადგინდეს სიმართლე და სიმართლე არის ერთი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი რაც იყო ნათქვამი ტელეკომპანია ფორმულის ეთერში არის სიცრუე ცილისწამება და რაცაც ისევ ვიმეორებ არის მძიმე დანაშაული. ჩვენ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ასევე მტკიცებულებების განხილვით ახსნა განმარტების ეტაპზე, პაიქრობის ეტაპზე სრულად დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებმა თავის ჟურნალისტურ საქმიანობის ფარგლებში ყველა საშუალებას მიმართეს იმისათვის, რომ არსებული ცნობები გადაემოწმებინათ, თუმცა თავისთავად ცნობები გავრცელებული იყო წყაროზე დაყრდნობით, შესაბამისად წყაროს ინფორმაციის გავრცელების უფლება ჩვენ არ გვაქვს. დედაქალაქის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ახალი კომპონენტი ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგის, ისევე როგორც ფარისებრი კიბოს მართვის და საშუალოსნო სყელის კიბოს ტესტირების საფასურს მერია ანაზღაურებს. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2761 მოქალაქემ ჩაიტარა. დედაქალაქის მერის განცხადებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება წინა საარჩევნო დაპირება იყო, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა.
პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018-2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგით სრულად უფასოა და მის საფასურს ანაზღაურებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვს დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია დაანებეს თავი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს არმიხოლში გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა. გრიგოლ გიორგაძემ სკოლის წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და 10 წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ღონისძიების პარკლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სახელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 500-მდე სასწავლო ღონისძიება და 10,000-ზე მეტი გადამზადებული პირი ნათლად მიუთითებს უსაფრთხოების სისტემაში სკოლის უნიკალურ ინსტიტუციურ როლზე. სკოლაში მიღებული განათლება თანამედროვე სტანდარტს სრულად შეესაბამება, რასაც მკაფიოდ ადასტურებს ის საერთაშორისო აღიარებები, რაც სკოლას გააჩნია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია და თავდაცვისა და უსაფრთხოების ევროპული კოლეჯის ასოცირებული წევრობა. 10 წლის წინ არსებობდა სურვილი. საქართველოში ჩამოყალიბებულიყო ნატოსთან თავსებადი სასწავლო ციკლი, ორგანიზაციული მართვის სისტემა, ინსტიტუტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნებოდა ნატოს სტანდარტებთან. 10 წლის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით და დიდი სიამაყით მინდა აღნიშნო, რომ ყველა იდეა საქმედ იქცა, ყველა ხედვა გეგმად, ყველა გეგმა მიღწეულ შედეგად, რითიც ძალიან ვამაყობ. ბრაზილიაში კლაუდიო სანტორის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარსდგა. ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით გაიმართა. შემდეგი ღონისძიებას ანსამბლი რუსთავი 2 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში გამართავს. ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად ჩვენს მომღერლებს და მოცეკვავეებს. წარმოდგენილები იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბრაზილიის ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება იქნება ჩვენი მომავალი თანამშრომლობის საწინდარი. ქვეყანა მასპინძლობდა ქართულ ანსამბლ რუსთავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, საქართველოს კულტურის მიმართ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრაზილიაში, რომელთა დახმარებითა და ორგანიზებით ჩატარდა ეს კონცერტი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრაზილიელი ხალხის მხრიდან მიღება და მათი თბილი აპლოდისმენტები. ძალიან ბევრმა ადამიანმა პირველად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერა. პირველად ნახა ქართული ცეკვა. და ყველამ აღიარა, რომ ეს არის განსაკუთრებული კულტურის ქვეყანა, განსაკუთრებული მუსიკალური კულტურის ქვეყანა, ასევე ქორეოგრაფიული კულტურის ქვეყანა, ფოლკლორი არის განსაკუთრებული. ქართული სიმღერის ოჯახური ტრადიცია ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის საზაფხულო ტურნე რეგიონებში დაიწყო. მუსიკოსების კონცერტებს მცხეთამ, გურმა, ხაშურმა და თიანეთმა უმასპინძლა. საღამოებზე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები გაჟღერდა. ღონისძიებებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ტურნე კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე ბეგემშვიდობებით ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.